ადამიანი რაც უფრო ცოტას აიღებს სამწუთი სოფლიდან მით უკეთესი მისთვის. აი წარმოიდგინეთ რომ მდინარე გაქვს გადასაცური. მეორე მხარეს გადადიხარ და იქით უნდა იცხოვრო. მდინარის იქით უნდა იცხოვრო. დაუშვათ აი რაღაცა ხდება მიწის რა თუ რაღაცა და ტოვებ შენ საცხოვრებელს და მდინარე გაქვს გადასალახი და უნდა გადახვიდე. ეხლა შენ წარმოიდგინე იქ რა უნდა წაიღო. რაც აუცილებლად გჭირდება და რაც ისეთია რომ იმ ტვირთის გამო შენ მდინარეში არ ჩაიძირები. ხო მართალი? ეხლა დაუშვათ მოგწონს რაღაცა კარა და მოგწონს სახში. ის რომ მოიკიდო მდინარეს გადაცურა? ვერ ანუ ის უნდა წაიღო რაც უეჭველად გჭირდება. რის გარეშეც უბრალოდ ვერ იცხოვრებ, აბარა. ჯარი უნდა წაიღო. ანუ ზოგადად მიხვდით რას ვამბობ? ანუ რაც უფრო ცოტას წაიღებ, უფრო ადვილად გადაცურავ, ხო მართალი? რაც უფრო ბევრი აი დიდი ტომრები რო წაიღო, გიყვარდა რაღაცეები, ნივთები და მოიკიდო და ვერ გადაცურავ. ვერ ცხო წამოგიღებს, იმიტომ რომ მასეს თავისი ტვირთი აქვს, გესმით? როგორ? ღმერთის იმედზე ვიყოთ, მაგრამ ღმერთი ნახე რას გეუბნება. აი ამ იგავითაც, ჩემო მეგობარო, მაგას გეუბნება, რომ რაც ცოტას აიღებ, მით უკეთეს. ანუ მოდი სხვაგვარად ვთქვათ, რაც გჭირდება იმას რომ აიღებ და არა იმას, რაც გინდა. იმიტომ რომ შეიძლება ადამიანს ბევრი რამე უნდა, ბევრი სურვილები აქვს. და ადამიანს ერთ-ერთი რაც ტანჯავს, იცი რა არის, ბევრი სურვილების ქონა. და მდიდარი ის კი არ არის, ვისაც დაუშვათ ბევრი აქვს და კიდევ უნდა და კიდევ უნდა. მდიდარი ის არის, ვისაც აქვს კმაყოფილება და მადლიერება ღვთისადმი იმის გამო, რაც აქვს. აი გარი მდიდარი. რითიც ადამიანი კმაყოფილია, ესე იგი მას ყველაფერი აქვს უკვე და მადლიერია. და ვინც ყოველთვის რაღაცას ეძებს კიდევ, ესე იგი არ არის კმაყოფილი, არც მადლიერი და შესაბამისად არც გახარებული. გესმით?